პრეზიდენტის მიერ დასახელებული ელჩობის კანდიდატები პარლამენტში საკითხის განხილვას ელოდებიან 11 ელჩის შორის უმრავლესობა მოქმედი დიპლომატია და მათ მხოლოდ ქვეყნის შეცვლა მოუწევთ. ქართველ ექსპერტებს კი კითხვები იმ კანდიდატებთან დაკავშირებით უჩნდებათ, რომელთაც დიპლომატიური გამოცდილება არ აქვთ. ელჩების ვინაობა და დიპლომატიური ცვლილებები თიკა ანტღულაძის სიუჟეტში. შეერთებულ შტატებში თემური იაკობაშვილია წარდგენილი, ბრაზილიაში ოთარ ბერძენიშვილი, პორტუგალიაში გიორგი გორგილაძე, მექსიკაში მალხას მიქელაძე, სლოვაკეთში ალექსანდრე ნალბანდოვი, პოლონეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტი, შვედეთში 11 ახალი ელჩის ვინაობა ოფიციალურად უკვე დასახელებულია. მიხეილ სააკაშვილის მიერ წარდგენილი ელჩობის კანდიდატების ნაწილი მოქმედი დიპლომატია და მათ მხოლოდ ქვეყნის შეცვლა მოუწევთ. კანდიდატთა შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც დიპლომატიურ კორპუსში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. ამ საკადრო გადაადგილებაში ქართველი ექსპერტისთვის საინტერესო სწორედ ეს მომენტია. მამუკა არაშიძე ამბობს, რომ ქვეყანა უცხოეთში მთავარ დიპლომატებად გამოუცდელ ადამიანებს არ უნდა გზავნიდეს. გაუგებარია ელჩება დანიშნა ადამიანების, რომლებიცაც არ აქვს შესაბამისი დიპლომატიური გამოცდილება. ეს არ არის 90-იანი წლების დასაწყისი, როდესაც ასეთი კადრები არ ყავდა. ეს ერთი და მეორე შერმანაშვილის შემთხვევაში ალბათ მაინც გარკვეულწილად ზემოქმედება ჰქონდა იმ ფაქტს, რომ ის იყო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი და არ არის გამორიცხული, რომ რაღაცა გარკვეულწილად მოაწონა თავი ხელისუფლებას. საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ერთ-ერთია 11 ახალ ელჩის შორის. ის პრეზიდენტმა სომხეთში საქართველოს ელჩობის კანდიდატად დაასახელა. თენგიზ შარმანაშვილმა იცის, რომ მისი ელჩად გაგზავნის გადაწყვეტილება ბევრმა მის საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობას დაუკავშირა. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ამბობს, რომ მას ხელისუფლების ნდობა ამ კომისიაში მუშაობამდეც ჰქონდა მოპოვებული და მისი ელჩად წარდგენა სწორედ ხანგრძლივი ურთიერთობის შედეგია. ზოგმა ნაკლებად იცის, თქვათ, ჩემი და პრეზიდენტის ურთიერთობები, ჩვენი ურთიერთობები დღეს არ იწყება. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობ ჩვენ ერთმანეთს და გქონდა სამსახურებრივი და სამსახურებრივი ურთიერთობები. ჩვენ ერთად მუშაობდით, მაშინ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაზე, ასე რომ მან საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობით არ გამიცნო. საქართველოს მეორე მეზობელ ქვეყანაში, აზერბაიჯანში, ელჩად ირაკლი ქავთარაძის ნაცვლად თეიმურაზ შარაშეინძე წარადგინეს. ის ბოლო დრომდე სტამბულში საქართველოს კონსული იყო. აზერბაიჯანს საქართველოს დიპლომატის კანდიდატურას წელს უკვე მეორედ შესთავაზებს. პარლამენტის წევრი ირაკლი ქავთარაძე თვეების განმავლობაში ელოდებოდა აზერბაიჯანიდან თანხმობას, თუმცა გაურკვეველი მიზეზით ეს პროცედურა მოსალოდნელზე მეტად გახანგრძლივდა. ეტყობა მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანული მხარე აშკარად ცდებოდა წარმომავლობის თაობაზე ქავთარაძის, მიუხედავად ამისა, ეტყობა მაინც თავისაზე დადგენდა, რაღაცა ფორმით მოახერხეს მოკლედ იმის გაკეთება, რომ ქართულმა მხარემ უარი თქვა ქავთარაძის იქ გაგზავნეს. თავდაპირველად იქნა ირაკლი ქავთარაძე დამტკიცებული როგორც ელჩად, თუმცა საბოლოო ჯამში ამ გადაწყვეტილების გადახედვა მოხდა. თქვენ იცით, რომ ჩვენ საგარეო ურთიერთობებს ამ წუთას პრიორიტეტულად განვიხილავთ. შესაბამისად, არ იქნა მიზანშეწონილი საგარეო კომიტეტის ამ თვალსაზრისით დასუსტება. ირაკლი იცით თქვენ, რომ სახალხო პარტიაში იპპ-ში ჩვენ როგორც პარტიული, ისე საპარლამენტო ძალიან აქტიური წარმომადგენელია. ეს ერთი, გარდა ამისა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მისი საქმიანობა იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ირაკლი ქავთარაძემ ამ საკითხზე საუბარი და საკუთარი პოზიციის გამოხატვა არ ისურვა. მთელი დღის განმავლობაში მის კაბინეტში შესვლა ჟურნალისტებს აკრძალული ჰქონდათ. კომენტარი არც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილმა გააკეთა. ახალ ელჩებს შორის არიან საგარეო საქმეთა სამინისტროს მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი და ამავე სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები ოთარ ბერძენიშვილი და მალხაზ მიქელაძე. დიპლომატებს პარლამენტში მომავალ კვირას დაიბარებენ. მათი ბედი კი სესიაზე კენჭისყრის შედეგად გადაწყდება.